დილამშვიდობის მოგესალმებით. ხა გაჩვენებთ რა ვიყიდე ნიკორაში 14 და 35-ად. ეს სათვალე ძალიან ნერვებს მიშლის. ანუ ზედმეტად ჩავდება. ეხა კიდე შიგნით რო შემოვედი, ეგრევე ცოტა ფერი მიეცა, თორე ისეთ შავი იყო, მზის სათვალე გეგონებოდაც და საერთოდ არ მომწონს რომ შავდება. იმიტომ რომ არ მიხდება. ხო, ცოტა ხანი მოვიხსნი. ენერგეტიკული ვიყიდე. ვიცი რომ ცუდია, მაგრამ ამ ბოლო დროს ძალიან მივეჩვიე, მაგრამ უცებ გადავაგდებ, ეგ არ არის პრობლემა. ნეტა სიგარეტის გადაგდებაც ისევე მარტივად შემეძლოს, როგორც ენერგეტიკულის გადაგდება. ხო. 14 და 35-ად ვიყიდე ენერგეტიკული, ეს პური. ციციბურა მომინდა რატომღაც ძალიან და მოვხარშავ ციციბურას. ნაწონი ვიყიდე და კიტრი და პომიდორი. ცოტა ჯანსაღყვებაზე მინდა გადავერთო. ძალიან დიდი ხანია უკვე ვაპირებ ჯანსაღყვებაზე გადართვას. მაგრამ ეხა სახში რო ვარ და შვებულებაში რო ვარ კიდე, ხო, მოვამზადებ რაღაცა ჯანსაღ საჭმელებს, მაგრამ როცა მუშაობ და რაღაცა არაფრის თავი არ მაქვს სახში. ხან რა ვჭამ და ხან რა ვჭამ. ფიზიკურად სამსახურშიც ჯანსაღად ვერ ვიკვებებ. მაგრამ ესე თუ ისე ვეცდები რომ ცოტათი გადავერთო. იმიტომ რომ ეხა ყველაზე მეტად რაც მჭირდება ჯანმრთელობის მხრივ სტაბილურობა, ესე ვთქვათ, ცოტა ვარჯიშიც დავიწყე, კაი ხანია უკვე გარე ტრენაჟორებზე ვარჯიშობ ხოლმე. და რავი რა, ეხა რაც მჭირდება მე მართლა ეგ არის, რომ ფიზიკურად ცოტა მოვიხოდო, ესე ვთქვათ. ნუ ეხლანდელი კიტრი და პომიდორი რა იქნება კაცმა არ იცის, მაგრამ ფასი რო ბოდიშიც და პიზდეცი აქვს. ეგ უკვე ვიცით 2.96 არის 3 ცალი კიტრი. ესეთი რა პატარა კიტრები. აუ რა მომჭნარია. და პომიდორი არის 4 ცალი პომიდორი არის 2.99. ცარიელა ტოტებია. ანუ სულ ესეთები ელაგა რა. ზოგი ეხა მივა და ნაგლად ამ ტოტებს დააცლის. მაგრამ მე ეგეთი არა ვარ. ანუ ნახევარი წონა ტოტებია გეფიცებით. რა გემოზე რა იქნება კაცმა არ იცის. კაი საქმის კეთება დავიწყე შვებულების პერიოდში. კბილებზე სიარული დავიწყე და შაბათს ბრეკეტები უნდა ჩავისვა. ნუ ხა არ ვიცი ეგ როგორ ხდება, უცებ რო არ იქნება და დიდხნიანი პროცესი როა და მერე პლუს ამას მინიმუმ თვეში ერთხელ მაინც რო უნდა იარო. ეგ კი ვიცი, მაგრამ რაც არის მთავარია დავიწყე. მესამედ ვიყავი უკვე პირველ მისვლაზე უბრალოდ ჩამხედა კბილებზე და ესე სიტუაცია გაქვს მითხრა. მეორე მისვლაზე უკვე წმენდა დაიწყო, დღესაც გამიწმინდა კბილები, პლუს ამას ერთი კბილი ისე დამიპლომბა, რომ საერთოდ ვერ გავიგე. გაციცრებულია აშკარად. ხო და მოგიყვებით რა ეხა ცოტა ვრცლად. სიმართლე გითხრათ, კარგად მომშივდა. ეხა ციციბურას მოვხარშავ. დედაჩემი აკეთებს ხოლმე ჯერ ტაფაზე წვავდა ზეთში და მერე ხარშავდა რა. და მე მაგალითად პირდაპირ მოხარშული უფრო მიყვარს. იმიტომ რომ უფრო კარგად იშლება და უფრო რბილია და რაღაცნაირად. ჩემს ძმას მაგალითად ეგრე გაკეთებული უყვარს ზეთში შემწვარი და მე რავი, მე ჩვეულებრივი მიყვარს. მოხარშული პირდაპირ მოვხარშავ. კიტრი პომიდორს დავჭრი, სალათას გავაკეთებ, მაწონსაც მივაყოლებ და
გემრიელად მივირთმევ. გუშინ წმენდა რომ გამიკეთა კბილზე, მე რაღაცა მაზი წამისვა და ისაო ნახევარი საათი არ ჭამოვამითხრა და ეხლა პლომბი რო გავიკეთე, არ უთქვამს არაფერი, მაგრამ წესით პლომბის მერე 1 საათი ჭამა არ შეიძლება, ან უფრო მეტი 2 საათი. მაგრამ მე უკვე 1 საათზე მეტი გასულია, უკვე სანამ იქიდან მოვედი, სანამ ვიბოდიალე, მეტროდან ისევ ფეხით ჩამოვედი, იმიტომ რომ უკვე დავამუღამე, რომ არც თუ ისე შორსაა, სიარული არ მეზარება. უკვე მივხვდი, რომ საერთოდ არ არის შორს და ავტობუსზე ლოდინს და იქ შეტენვას მირჩევნია ფეხით წამოვიდე ხოლმე. იქ გზაზე იყო ხილბოსტნის მაღაზია. მეთქი მან შევალ რაღაცებს ვიყიდით ხო და ისე გამოვიარე, ვერც კი გავიგე და მე ეს კიტრი პამიდორი ნიკორაში ვიყიდე. აი ეს ვიყიდე კიდე გუშინ კრეატინი. ნუ გამლახავთ, მაგრამ არც თუ ისეთი ის არის, რა ქვია, ცუდი და საშიში პირიქით. მე რომ ძროხის ხორცს არ მივირთმევ, ღორის ხორცს არ მივირთმევ, ქათმის ფილეს იშვიათად მივირთმევ, თევზს რო არ ვჭამ და არაფერს არ ვჭამ, კვერცხსაც ეხა იშვიათად ვჭამ და ძალიან ბევრ მას შეიცავს რა ეგეთ რაღაცეებს. ახლა ზუსტი და იდეალური ინფორმაცია არა მაქვს, მაგრამ რავი, არც კალორია აქვს, სიმართლე გითხრათ, 0 კალორია, შაქარი ვაფშე 0 გრამი, ცილა 0 გრამი და რატო არ ვიცი, ცილა მაინც ხო უნდა კონდეს. ხო და რავი, რა კაი რაღაცაა დილას ვსვავ ხოლმე, ერთ კოვს ხსნი წყალში და ენერგიისთვის ძალიან კარგია, ენერგიაზე მოსაყვანად. ხო და მოდი ვთქვათ, რომ ცოტა ვიხოდები, ვცდილობ. ვცდილობ, რომ ცოტა ჯანზე მოვიდე. პლუს ამას ეხა უნივერსიტეტში გამოცდები მეწყება და როდის ჩავამთავრებ, ერთი სული მაქვს. როგორ გაღიავდა სათვალე. რავი, ინგლისურად გავაკეთე CV, სამოტივაციო წერილი, PDF ფაილად გადავაკეთე და რავი, რა გაცვლით პროგრამებზე ვაგზავნი. მოკლევადიანი ერასმუსის გაცვლითი პროგრამები როა, ძალიან კაი რაღაცაა მართლა, გიფინანსებენ ყველაფერს, მონაწილეობა დაახლოებით 50-70 евро ღირს, რაც მართლა ღირს, მაგ თანხის ჩადება და რავი, რა ძალიან ბევრი ახალგაზრდა ეგეთი გაცვლითი პროგრამებით დადის, მოგზაურობს, უცხოელ მეგობრებს იჩენს, ესე ვთქვათ, რავი, ენებს სწავლობს და საუკეთესო გამოცდილებასაც იღებენ, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე ემახსოვრებათ რა. და ეგეთ გაცვლით პროგრამებში ვაგზავნი განაცხადებს, კიდე პლუს ამას გასაუბრებებზე, რაღაცეებზე და ცოტა ვცდილობ, რომ ეს კამერა რა მაღლა. ცოტა ვცდილობ, რომ რაღაცეები უკეთესობისკენ შევცვალო. ასე რომ, რა ვიცი, ნახოთ როგორ გამომივა. ყოველ შემთხვევისთვის ახლა შვებულების პერიოდში შვებულება რომ დამიმთავრდება და მუშაობას რომ დავიწყებ, მე ვნახოთ რა იქნება. სიმართლე გითხრათ, ახლა საერთოდ არ ვარ ლაპარაკის ხასიათზე და მეტყობა კიდეც, რომ ძალით ვლაპარაკობ და როცა ვხვდები, რომ ძალით ვლაპარაკობ, მანდ მირჩევნია უბრალოდ ვიდეო გავთიშო. ვიდრე ძალით მოგიყვეთ რაღაცეები, იმიტომ რომ არ იქნება საინტერესო მოსასმენი და ეხლა წავედი. რავი, რა დღეს არის ხუთშაბათი. შაბათს უკვე ბრეკეტებს ვიკეთებ. აი პლომბი ისე გამიკეთა ხალხო, ვერაფერი ვერ გავიგე. იქ
სოფელში რო ვიყავი ჩემთან აბაშაში არის სულ 2-3 სტომატოლოგიური კლინიკა რა, პატარა ქალაქია და მეტი არც სჭირდება. და სადაც მე ვიკეთებდი კბილებს, მანდ დავიპლომბე, რა ვიცი, 9 კბილი ალბათ, 10 კბილი დავიპლომბე მანდ და ესე იგი როგორი პროცესი მიტარდებოდა, იცი, ჯერ ხო ნემს ჩამარჭობდნენ. გამისივდებოდა მთელი ყბა, რომ პლომბის ტკივილი რო ვერ გამეგო რა. ჩამარჭობდნენ ნემს, გამისივდებოდა მთელი ყბა, მთელი დღე დასიებული ყბით დავდიოდი და ძალიან მტკივნეული პროცესი იყო და აქ ისე გამიკეთეს პლომბი, ვერაფერი ვერ გავიგე საერთოდ. ანუ რაღაცა მჟავა წამისვა, რომ ტკივილი ვერ გამეგო ალბათ და 5 წუთში გამიკეთა პლომბი. წმენდა და პლომბი მაქსიმუმ 20 წუთი ვიჭექი. და შაბათს დამიბარა კიდე. ეგ არის და ეგ. ეხლა ჯერ კბილებს მივხედავ, იმიტომ რომ მართლა არ არის ლამაზი და აი ყველაზე საშინელება რაც არის, კბილები არ არის მიბჯენილი ერთმანეთზე და შუაში ეხა ხო სრულად დახურული მაქვს კბილები, მაგრამ შუაში მთლიანად სიცარიელეა. მარტო უკანა კბილები ედება ერთმანეთს და შუაში არის სიცარიელე. და ეს სიცარიელე ესე არ უნდა იყოს. ბრეკეტებს რო გავიკეთებ და რო გავივლი იმ პროცესს, რა ვიცი, 1 წელი დამჭირდება თუ 2 წელი ბრეკეტების ტარება, როგორც დამჭირდება, მერე წესით უკვე კბილები უნდა იყოს სრულად ერთმანეთზე მიბჯენილი და როგორც ეს ჭირდება ერთმანეთში, ისე უნდა იყოს კბილებიც ჩამჯდარი ერთმანეთზე. მიხარია რომ ცოტა YouTube-ზე გავაქტიურდი. სიმართლე გითხრათ, არ ვარ უკმაყოფილო თქვენი აქტიურობითაც, იმიტომ რომ კომენტარები იწერება, რაც ყველაზე მეტად სიამოვნებს და უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს თბილი კომენტარებისთვის და რავი, ძალიან მიხარია რა, რომ შევდივარ და კომენტარები მხვდება, ძალიან ბედნიერი ვარ. ასე რომ ძალიან კარგი, წავედი ახლა შევჭამ. სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ მიძინია და მაგიტომ აქ ესე ვთქვათ ცოტა გადაღლისისა. ანუ ზოგადად რაც ჩვეულებაში ვარ, იმის მერე ძილის და ჭამის მეტი არაფერი არ მიკეთებია ხალხო. ყოველ წამწუს ნაირ საჭმელებს ვაკეთებ, წვნიანიც გავაკეთე, სოუსი გავაკეთე, ლობიოს გაკეთებაც მინდა ეხლა, შაურმაც ვჭამეთ და ჭამის და ძილის მეტი არაფერი არ მიკეთებია. ეხლა ძალიან გვიან ვიძინებდი თქო რო გითხრათ, არც ძალიან ადრე ვიძინებდი და არც ძალიან გვიან, მაგრამ 3 საათზე რო დაიძინებ და შუა დღის 2 საათზე და 3 საათზე რო კიდე წევხარ და ადგომა გეზარება, რა ვიცი, 8 საათი ხო უნდა ყოფნიდეს ადამიანს წილი. მე მეძინდა 12 საათი და მაინც მეზარებოდა ადგომა და ეხლა გუშინ რაღაცა ძალიან ისე ვიყავი რაღაცნაირად, აი 12 საათზე დავწექი, 12-ზე არა, პირველ საათზე დავწექი, ტელეფონი გადავდე, რომ მეთქი ბაჩო, ეხლა უკვე დროა, რომ ადრე დაიძინო, ადრე გაიღვიძო, დილას რაღაცა ცოტა წაივარჯიშო, ისაქნა და გადავდე ტელეფონი, მაგრამ არ დამეძინა არაფრით და მე რო შევხდი ტელეფონში, ესე 5 საათამდე ვეღარ გადავაგდე ტელეფონი, ისე რაღაცნაირად ვიყავი რა, არ მეძინებოდა. და გამთენის 5 საათზე ლამის თავზე დამათენდა მოკლედ. 5 საათზე დავწექი და აი ვერ წარმოვიდგენდი ადგომას თუ შევძლებდი დღეს ესე ადრე, იმიტომ რომ იმაზე დამიბარა, პირველის ნახევარზე დამიბარა და 12-ის ნახევარზე უნდა გავსულიყავი და მაქსიმუმ 11-ზე მაინც უნდა ავდგარიყავი ლოგინიდან. ყავის თალევას ცლივს მოვასწარი დღეს ეგრევე ნახევარი ჭიქა სავსე მიდევს. ხო და ესე უცებ წამოვხდი, გავიქეცი, არ მეგონა თუ საერთოდ გაღვიძებას შევძლებდი, მაგრამ რადგან დაბარებული ვიყავი და რადგან ჩაწერილი ვიყავი, სხვა გზა არ მქონდა.
ხო და კარგად რო არ მიძინია რაღაცნაირად გადაღლილად გძნობ თავს ცოტა არ იყოს. წავედი გათბობას ჩავრთავ, წიწიბურას დავადგავ, კიდრე პავიდორი ბაწონი მაგარი იქნება. აბა თქვენ იცით წარმატებას გისურვებთ ყველას და რა ვიცი თუ მოახერხეთ კიდევ შემოგირბენთ. ძალიან მომწონს რომ გავაქტიურდი ცოტა YouTube-ზე გავაქტიურდი, თორე საერთოდ არ ვაქტიურობ საერთოდ. ფიზიკურად ვერ. მაგრამ მე თვითონ სიზარმაცის ბრალიც არის და არ მონდომების.